მზე ძალთა დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ეს არის ლურჯ კუთხეში თამარ ჩერგოლეიშვილი, ხოლო თითო კუთხეში ნანულა ჟორჟოლიანი, კი ბატონო. ხო, შენ ვის მხარეს ხარ მზე ძალთა დაპირისპირებაში? მე ჯაჭვის. მოკლედ მე იმის მინდა რომ დაიწყო იქიდან რომ იაგოს მისცა აბსოლუტურად იდიოტური ინტერვიუ, სადაც თქვა რომ ჩერგოს ქმარი და ანუ გიგა ბოკერია იღებდა მონაწილეობას რედაქტირებაში, თვალყურს ადევნებდა ნაცმედიას, რაზეც ჩერგო გამწარდა და აი ეს რა მითხარი. ეს რა მითხარიო? მოკლედ თამარი აღშფოთდა იაგო ხვიჩამ გადაცემაში მკითხა ვინ იყვნენ ის ადამიანები რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს კურირებდნენ მაშინ მედია კონტროლს ვინც აწარმოებდა და გადაწყვიტა რომ არ მეპასუხა ამ კონკრეტული სახელები და გვარებით და უთხარი რომ მე მქონდა ერთ კონკრეტულ ადამიანთან შეხება მაშინ როდესაც პროდიუსინგში ვიყავით და აი მეტი დეტალიზაცია არ მინდოდა მაგრამ თამარი რისი თამარია რომ აი სადღაც და არ გამოხტეს და ნუ რადგან გამოხტა მოდი ვუპასუხოთ თამარს პირველი რამდენი ისწავლე თამარ, რამდენი იწვალე, რამდენი არ ვიცი, იმეცადინე, რამხელა გამოცდილება მიიღე და მაინც ნანულა დარჩი. მაინც გონია რომ თუ მე ნანულას დამიძახებ, ამით დამაკნინებ. ოკეი. ნანულაში პრობლემას ხედავ, გავუგზავნე. ვეღარ ხედავს პრობლემას? მე არ მიგულისხმე ხარ შენ. შენი მაშინდელი როლი და ფუნქცია იყო ერთადერთი ის რომ პირადი ინიციატივებით გამოირჩეოდი და შეგეძლო რომ ისტერიკით გერეკა აქა-იქ მე მახსოვს ერთხელ მე დამირეკე ისტერიკით ნათია ფანჯიკიძე რომ ყავდა სტუმრად და როგორ გაბედე ეს ქალი რომ სტუმრად ყავდა უმითხარ იმიტომ რომ მაშინ შენ ძირთად მას აშავებდი როგორც კონკურენტის მეუღლეს და მე ვიყავი დაბალი განვითარების და იმიტომ ვიყავი ნათიათი აქვთოვანებული მე მახსოვს ჩვენი ეს დიალოგი ალბათ ჩვენს გახსოვს და ძალიან კარგი რომ მაშინ გიორგი აროალაძეს საკუთარი გავლენები ჰქონდა და რო იძახდით რომ მავნებელია ჟორჟოლიანი და გაუშვით არხიდანო მაშინ არ დაგიჯერეს და გიორგის გავლენებმა გაიმარჯვა ამ შენს ისტერიკაზე იმიტომ რომ შენ ვერ ეგუებოდი იმას რასაც ვერ აკონტროლებდი მე ვიგულისხმო შენი ქმარი და მე მართლა ვერ ვიგებ ახლა ამ ომში რატო შემომიყვანე და აი ამ მადლობა ესე იგი ორი მზე ძალა მეგობრებო მოდით მე მესმის ახლა ჭორობას არ უნდა დაემსგავსოს ჩვენი საუბარი ორ ბედქრულ ქალზეა საუბარი რომელთანაც ერთ ფსიქიკური პრობლემები აქვს გიჟია უბრალოდ ხო და მეორე არის კიდურესი გოიმი გოიმების ეტალონია რა გოიმობის და ქაჯობის ეტალონი ხო ანუ თითქოს და არ უნდა განვიხილოთ მაგრამ ასეთი იყო მედია სივრცე ნაცების დროს ეს არის ნაცების სურათი ანი და ჰოე